აბა ბიჭებო, კიდე ნუ გავჩერდი. ესე იგი, მამაჩემმა სულ რომ მომკლას. ეს ისტორია მაინც უნდა მოუღერა. მეუბნება ხოლმე მამაშენის სახელი გამახსოვს. ავთო. ბატონი ავთო მინდა მოვიკითხო. დიდი სიყვარულით გვპირდება თქვენი ვაჟი აქ ვინც ავართ. დღეს ჩავალთ, არა, ბიჭებო ამოვალაგით, ხვალ მივიდივართ. ბიჭებო, აი არ გამოვიდა, აი დღემდე ისე მოვედით რომ ვერ გაგიცანით და იქნებ თქვენ მაინც ჩაგვიყვანოთ ამ ახალ წელს რომ გაგიცნოთ ბატონო ავთო და ძალიან გვიყვარხართ აქედან გვიდა გითხრათ. ისე კარგი შვილები ყავთ ნამდვილად და რა. სასწავლო ვიყავი 6 საათი აღდგომით და დამიძახა. აუტანე საჭმელი. წამალი და საჭმელი. მოკლედ დამსვენებლების პერიოდი ზაფხულია რა და მამაჩემს თუ ხორცი არ არის სახლში საჭმელი არ გვაქვს იძახის რა და ართulis. ხო ართulis საჭმელი სალათები გაკეთებული რაღაცა მოვიდა მაგარი დაღლილია და ყველა მიცის რომ ჩაი არ უყვარს მამაჩემს დამსვენებლებმაც. გამოაღო მაცივარი შეიხე და არაფერია საჭმელი ისეთი რაც თვითონ უნდა რა და დამსვენებლების სექციისკენ გაიქცა თვალი რა მაცივარში და სოსისები დევს. ამან იფიქრა ეხლა ერთ ხუთცალს ავაჭრილას გაიგებენო და ერთი ხუთცალი შეაჭრა რა და აი რო უშტეს ჩაიდნები რო ხო ისი მაგას მოხადა თავი რო არ გაიგონო და ჩაყარა შიგნით ეს სოსისი რა ჩაყარა რომ შენაზე არ შემოვიდა სანამ ვითომ ჩაის ხო ვითომ ჩაის იდუღებს მაგრამ ხო იცი რომ ჩაი არ უყვარს შემოვიდა ზუსტად ის დამსვენებელი და ავთო დგას ჩაიდანთან რა რა ხდება ავთო როგორ ახლა რავი აი დაღლილი მოვედი ჩაისოთ ხო რაღაცა ერთ მომიდა რო არ გიყვარს ხო რავი რა ხე მომიდა და ეს მოხარშული სასიკი ამოყობს თავს ჩაიდიდან ჩააგდებს ავთო ამოყობს კიდე ჩააგდებს და კაროჩე ერთი საათ ნახევარი ელაპარაკა ეს დამსვენებელი მამაჩემს რა და თვითონ მამაჩემი ამბობს მერე ბიჭო იმდენი ხანი ელაპარაკა რო გავიდაო დავასხი სოსისი ჩაიკა სავასი და დავლიე მაგის დავლიე სოსისი დავლიე მაგის ზედაც ეგ იყო